ახალი ელექტრონული სერვისის დანერგვით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა თვითშეზღუდვის პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ავტორიზაციის გარეშე მარტივად მოახდინოს საკუთარი მონაცემების შეყვანა. Როგორ ხდება მოქალაქის რეგისტრაცია დამოუკიდებელ პირთა სიაში და რას გულისხმობს ეს პროცესი. ამ და სხვა აქტუალურ თემაზე სასაუბროთ შემოსავლების სამსახურისა და ბიზნეს პარტნიორის ყოველკვირეული რუბრიკის სტუმარია თინა თინკვატაშიძე და შემოსავლების სამსახურის სერვისების განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი. მოგესალმებით, ძალიან მნიშვნელოვან და აქტუალურ თემაზე უნდა ვისაუბროთ და პრობლემურზეც და მას შემდგომ რაც 2022 წლის 1 მარტიდან რეალურად საკანონმდებლო ცვლილება ამოქმედა და უკვე შეიქმნა ეს სიად და ბაზაც ძალიან რამდენჯერმე მომიწია ამ თემას შევხებოდი და სულ იგივე კითხვა მაქვს, რამდენად რეალურად შედეგიანი აღმოჩნდა დაუშვათ ამ სიის გაკეთება. თუმცა თავდაპირველად რომ მაყურებლისთვის განმარტოთ, რას გულისხმობს აზარტული თამაშების შეზღუდვის მექანიზმი საქართველოში, რას მოიცავს და მე უკვე დეტალურად მივყვეთ მთლიანობაში ამ პროცესს. მოგესალმებით, მადლობა თემი დაინტერესებისთვის. მოგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც მიმართული არის სწორედ ლუდომანიის წინააღმდეგ. ამ ცვლილებების შედეგად საქართველოში აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეგულაციები საკმაოდ მკაცრ ჩარჩოში მოექცა. ერთ-ერთი ასეთი არის, როგორც თქვენ ახსენეთ, 2022 წლის მარტის თვიდან ამოქმედებული ცვლილება, რის შედეგადაც ნებისმიერი სახით, ნებისმიერ აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა, გარდა წამახალისებელი გათამაშებისა, აიკრძალა გარკვეული ჯგუფებისთვის. ეს ჯგუფები აერთიანებს ისეთ პირებს, როგორებიც არიან 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეები, 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არ მქონე პირები. ასევე ისეთი პირები, რომლებიც შეყვანილნი არიან აკრძალულ პირთა სიაში და დამოკიდებულ პირთა სიაში. კანონმდებლობით აკრძალულ პირთა სიაში შეიძლება მოხვდნენ სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულები, ეროვნული ბანკის და მარეგულირებელი ორგანოს თანამშრომლები, ასევე პირები, რომლებთაც აქვთ სოციალურად დაუცველი სტატუსი. როგორ ხვდებიან პირები ამ დამოკიდებულ პირთა სიაში, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რეალურად თვითონ სურათი როგორია დაუშვათ ვინ მომართავს, ვისი საშუალებით თავად პირები რამდენად არიან აქტიურები ამ მიმართულებით და 2022 წლის 1 მარტიდან დღემდე სურათი როგორია ამ ნაწილში? ანუ რამდენად რეალურად მუშაობს ეს კანონი? კარგი კითხვა არის. დამოკიდებულ პირთა სიაში ხვდებიან ისეთი პირები, რომლებთაც აქვთ თამაშის დაუძლეველი სურვილი და მათზე დამოკიდებულება. უშუალოდ სიაში მონაცემების შეტანა ხდება ან მოსამართლის გადაწყვეტილებით, ან თავად ამ პირების მომართვის საფუძველზე. საქართველოს მოქალაქეს, ნებისმიერ მოქალაქეს სრული თავისუფლება აქვს საკუთარი სურვილით შეზღუდოს მონაწილეობა აზარტულ და მომგებიან თამაშობებში. ამისათვის ის რეგისტრირდება ეგრეთ წოდებულ დამოკიდებულ პირთა სიაში. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პირი მომდევნო 5 წლის განმავლობაში სრულად იქნება შეზღუდული აზარტულ თამაშებში მონაწილეობისაგან. იქნება ეს ონლაინ პლატფორმის მეშვეობით თუ ფიზიკურ სივრცეში. გასულ პერიოდში ჩვენ მონაცემების შეტანის ორ გზას ვთავაზობდით მომხმარებლებს. პირველი ეს იყო ფიზიკური ვიზიტი შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრში, რაც გულისხმობდა ადგილზე მოსვლას და ოპერატორთან განცხადების წარდგენას და მეორე იყო ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან ელექტრონული განცხადების გადმოგზავნის გზით. ამ შემთხვევაში პირს აუცილებლად უნდა ქონოდა RS-ის მომხმარებელი და პაროლი. თემის აქტუალურობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გაგვემარტივებინა, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა და უკვე 6 მაისიდან მომხმარებლებს ვთავაზობთ ახალ ელექტრონულ სერვისს, რომელიც განთავსებული არის ჩვენი ვებგვერდის სერვისების არეში. ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ წვდომა ინტერნეტზე და კამერიანი მოწყობილობა, იქნება ეს სმარტფონი ან კომპიუტერი. ახალი სერვისით რეგისტრაცია გაცილებით უფრო მარტივია, სწრაფია, შეუფერხებელია. ასეთ შემთხვევაში, როგორც აღნიშნე, მოქალაქეს აღარ სჭირდება არც ოფისში მისვლა და არც RS-ისგან განცხადების გადმოგზავნა. კი, პროცესი მოიცავს დისტანციურ იდენტიფიკაციას ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს დღეღამის ნებისმიერ დროს, კვირაში 7 დღის განმავლობაში. და რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მას SMS-ის სახით მიუვა დადასტურების მიზნის დადასტურების შესაძლებლობა. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი შემოდის კონფიდენციალობის ნაწილი. რამდენად არის დაცული ამ twin პირის დაუშვათ კონფიდენციალობა ამ შემთხვევაში და იყო თუ არა რაიმე ტიპის პრობლემა კონფიდენციალობის დარღვევის ნაწილი?
ნაწილში. მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ ჩვენთან შემოსავლების სამსახურში დაცული ნებისმიერი ინფორმაცია, გადასახადის გადამხდელების ან მოქალაქეების პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება არის მთავარი პრიორიტეტი. ჩვენთან მოქმედებს მონაცემების დაცვის უმაღლესი სტანდარტი, ის არის შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე საერთაშორისო პრაქტიკებთან. რაც შეეხება დამოკიდებულ პირთა სიაში მყოფი პირების ინფორმაციას, ეს არ არის საჯარო ინფორმაცია, ის არავითარ შემთხვევაში არ გადაეცემა მესამე პირებს და გადაეცემა მხოლოდ და მხოლოდ კანონით განსაზღვრულ სუბიექტებისთვის თავისი მიზნის შესასრულებლად. აი, დინაწილია, ვინ არიან ეს კანონით განსაზღვრული სუბიექტები, მას არანაკლები მნიშვნელობა აქვს და დაუშვათ აი ეს ნაწილი ხომ არ საჭიროებს შეცვლას, ეს არ არის კონკრეტულად უშუალოდ შემოსავლების სამსახურის ნაწილი, თუმცა მთლიანობაში ვინ არიან ის პირები, ვინც შესაძლოა ამ ინფორმაციით სარგებლობა და მე სრულად შეგნებულად ვიკითხე, იყო თუ არა აქამდე რაიმე ტიპის პრობლემა ამ ნაწილში დაუშვათ კონფიდენციალობის დარღვევის მიმართულებით. პირველ კითხვას ვუპასუხებ, რომ ვინ არიან ეს პირები? ესენი არიან ყველა ლიცენზირებული სათამაშო ოპერატორი, ვისაც აქვს შესაბამისი ნებართვა და ვისაც აქვს ვალდებულება შეასრულოს შესაბამისი პასუხისგებლობები აკისრიათ. რაც შეეხება კონფიდენციალურობისთან და პრობლემასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არ ყოფილა არც საჩივარი, არ შემოსულა. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ სიაში მოხვდა პირი და რამდენად თავად ეს ლატარისა და სათამაშოების მომწყობი კომპანიები რამდენად ასრულებენ კანონის ამ მოთხოვნას და სიაში არსებულ პირებს რამდენად რეალურად აქვს შეზღუდვები აი ამ თამაშებებთან. როგორც აღნიშნე, რეგისტრაციის შემდეგ დამოკიდებულ პირთა სიაში როცა ხვდება ადამიანი, ეს ინფორმაცია ავტომატურად გადაეცემა ყველა ლიცენზირებულ სათამაშო ოპერატორს, ყველას ვისაც აქვს ნებართვა და მათ აქვთ ვალდებულება დაუყოვნებლივ დაბლოკონ ასეთი პირების წვდომა აზარტულ თამაშებზე, იქნება ბლოკავენ როგორც ელექტრონულად, ისე ფიზიკურ სივრცეში. სიაში მოხვედრის შემდეგ ეს შეზღუდვა მოქმედებს 5 წლის ვადით, რაც იმას ნიშნავს, რომ 5 წლის განმავლობაში ეს პირები არიან შეზღუდულები. რაც შეეხება თვითონ თამაშის ჩატარების ადგილს, რაც შეეხება ელექტრონულად ესენი ავტომატურად იბლოკებიან, ხოლო ფიზიკური სივრცის შემთხვევაში თუ მაინც მოხდა ისე, რომ ასეთი მსგავსი აკრძალული ან დამოკიდებული პირი მაინც მოხდა ფიზიკურ სივრცეში სათამაშო ობიექტში, ეს უკვე არის სამართალდარღვევა, იწვევს თვითონ უშუალოდ ამ კომპანიის დაჯარიმებას, ნებართვის მქონე კომპანიის დაჯარიმებას. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება? თუ გარკვეულ თანხას გადაცდება კი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ თუ კი ასეთი დაჯარიმდება მსგავსი ჯარიმი დაჯარიმდება 3-ჯერ და მეტჯერ, ეს უკვე უქმნის თვითონ კომპანიას საფრთხეს ნებართვის დაკარგვის მიმართულებით. ანუ ის შესაძლოა მან საერთოდ დაკარგოს უფლება აწარმოოს ორგანიზება გაუწიოს აზარტულ თამაშობას. ვიდრე მივალთ იმ ნაწილამდე, რომელიც სტატისტიკურ მაჩვენებელს ეხება, რომელიც არანაკლებ საინტერესოა. საერთაშორისო პრაქტიკა როგორია ამ მიმართულებით, ანუ რეალურად რამდენად არის ეს პრაქტიკა გამოყენებული, სპეციალური სიის შექმნა და მერე შედეგიანობის თვალსაზრისით, ანუ საერთაშორისო გამოცდილება ამ ნაწილში როგორია? საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მრავალ ქვეყანაში არის მსგავსი პრაქტიკა. შესაძლოა ჩვენსავით არ არის, თქვათ, მოსამართლის ბრძანების მსგავსად დამატება, ზოგან არის, რომ სპეციალური კომისიები დგება და მრავალ ქვეყანაში წარმატებით მიმდინარეობს. რამდენიმე არის, მაგალითად, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, სინგაპური. უკვე მას ჩვენც შეუერთდით 2022 წლიდან. კი ბატონო. და ჩვენი საუბრის ბოლოს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი კარგი, არ ვიცი, ამდენად კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი. სტატისტიკურად რამდენმა 2022 წლის 1 მარტიდან დღემდე რამდენი ადამიანის გადარჩენა მოახერხეთ ამ ნაწილში, იმიტომ რომ მე მახსოვს, რომ თავის დროზე ამ კანონის მიღების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო, რომ ადამიანები, რომლებიც დამოკიდებულები არიან ამ აზარტულ თამაშებზე, მათი ერთგვარი გადარჩენა მომხდარი იყო, რომ მათ შეზღუდოდათ წვდომა და შესაბამისად აღარ მისცემოდათ ამ მიმართულებით თამაში საშუალება და მაშინ მე იყო სკეპტიკური დამოკიდებულება იმ კუთხით, რომ ეს გადაინაცვლებს იატაკქვეშეთში, რეალურად შედეგი არ გვექნება და შემდგომ. სურათი როგორია სტატისტიკურად? სტატისტიკური მონაცემები დღეს მდგომარეობით ესეთი გვაქვს, რომ დამოკიდებულ პირთა სიაში არიან 27200-მდე ადამიანი. აქედან ეს ბევრია თუ ცოტა? ანუ რეალური სურათის გათვალისწინებით ქვეყანაში. რეალურისთვის, ახლა 1.600.000 არის აკრძალული პირები, რომლებიც კანონმდებლობით ხვდებიან.
27200, აი მაგალითად რაც შეეხება ჩვენს ახალ ელექტრონულ სერვისს, რომელიც სულ რაღაც 6 მაისს ამოქმედა, უკვე 272-მა მოქალაქემ ისარგებლა ამ ახალი სერვისით. ანუ 27200-ში შედის აი ეს ჩვენი 272 კაცი და აქედან 59 კიდევ არის დამატებული მოსამართლის ბრძანებით, გადაწყვეტილებით. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ და ყველას ვინც აი ამ სიაშია, იმედი ვიქონიოთ, რომ რეალურად არ დაარღვევენ აი ამ შეზღუდვას, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რისთვისაც რეალურად ეს კანონმდებლობა ამოქმედა და ნახოთ შემდგომი წლების სტატისტიკური მაჩვენებლები როგორი იქნება. მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წინათ იკვატაშიძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.